თუ თქვენ გამოკითხვაზე გიბარებენ, აუცილებელ პირობას წარმოადგენს სტატუსის განსაზღვრა. რა სახის სტატუსით გიბარებს გამოსაკითხად მოწმის, დაზარალებულის თუ ბრალდებულის სახით. ამის განსაზღვრას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ამით განისაზღვრება გამოსაკითხი პირის უფლებები და პასუხისმგებლობები. თუ გამოსაკითხი პირს რაიმე გამოკითხვასთან დაკავშირებით ეჭვიებარება, მას შეუძლია პირადად არ გამოცხადდეს, მიიღოს ჯერ ადვოკატისგან კონსულტაცია და შემდეგ გამოცხადდეს, ან ადვოკატთან ერთად მივიდეს გამომძიებელთან, რათა მისი თანდასწრებით მოხდეს მისი გამოკითხვა. გამოსაკითხმა პირმა აუცილებლად უნდა მოწმოს დაბარების ფორმა. იგი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ან ოფიციალური ზარის გამოძახებით. მაშინ მითითებული უნდა იქნეს გამომძიებლის დასახელება, აგრეთვე უწყების დასახელება, სად უნდა მივიდეს, აგრეთვე დრო და ადგილი გამოკითხვისა. გამოკითხვის დროს არ უნდა იჩქაროს გამოსაკითხმა პირმა პასუხის გაცემა, ვინაიდან შესაძლებელია ნაჩქარებ პასუხს მოხვდეს ისეთი ინფორმაციის გაცემა, რომელიც მისთვის დამაზიანებელი იქნება. მოწმის ჩვენებას მტკიცებულების ძალა არ აქვს, თუ იგი არ დაასახელებს იმ წყაროს, თუ საიდან იქნა მიღებული მისი ეს მტკიცებულება. ეს ინფორმაცია მოწმის ან დაზარალებულის სტატუსით გამოკითხულმა პირებმა არ უნდა მისცენ ცრუ ჩვენება, ვინაიდან იგი კანონით ისჯება. მოწმე და დაზარალებული ცრუ ჩვენების მიცემისათვის თავისუფლდება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი გამოძიების დამთავრებამდე ან და სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე განაცხადებს ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა აუცილებლად ისჯება კანონით. თქვენ თუ დაგიბარებენ გამოკითხვაზე, აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები და პასუხისმგებლობები, რაც ამ გამოკითხვასთან დაკავშირებით წარმოიქმნება.